შემდეგი თავი, ეს გახლავთ თავი 8 template-ების შექმნა და მან არსებული template-ების გამოყენება. Excel 2013-ის ჩართვისთანავე გამოდის search online template-ები, ან უკვე ჩამოშლილ ვარიანტში თქვენ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. სხვა ტიპების არის, სხვადასხვა ტიპის template-ებია. მაგალითად, აი აქ გვაქვს family monthly budget planner-ი. შეგვიძლია მოვკიდოთ ხელი და ნახოთ როგორია. უნდა დაველოდოთ მის ჩატვირთვას, ცხადია. და ვიზუალურად შეგვიძლია შევხედოთ ის როგორ გამოიყურება და შემდეგ დავაწვეთ ბრძანებას create. ველოდებით. ის გამოიყურება ვიზუალურად ასე და ჩამოტვირთვისას როგორც ხედავთ, გამზადებული ფორმით ჩამოვიდა family monthly budget planner-ი merge 2011, თუმცა შეგვიძლია გადავაკეთოთ ცხადია, ხო, დავაწეროთ რაც გვინდა. აქვე არის უკვე მზა ჩარტი, projected და actual, სადაც თქვენ შეგყავთ მონაცემები, მაგალითად გაქვთ cash flow, monthly income-ი, ასევე გაქვთ დაუშვათ monthly expenses და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაციები თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ სხვადასხვა ასე ვთქვათ საოჯახო გადასახადებისა თუ ხარჯების აღრიცხვა მოახდინოთ და რასაკვირველია ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში ჩვენ გამოგვდის ანუ იქ თავის conditional formatting-ებია და ასე შემდეგ და ჩვენ გამოგვდის ასე ვთქვათ ჩარტი რეალური რა და როგორ იქნება. ეს არის ერთ-ერთი მზა შაბლონი. ასევე შეგვიძლია კიდევ ერთხელ შევდივართ მაგალითად new-ში და უკვე ვირჩევთ კონკრეტულად სხვა ტიპის შაბლონს. ეს ტიპები მაგალითად შეიძლება იყოს კალენდარი, არ ვიცი, დავუშვათ, ან რაღაც schedule-ი დავუშვათ, ესეთი, ეძებს და გამოდის სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად schedule, business, industry, weekly, calendar, Monday, Sunday, student-ი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის schedule-ები დავუშვათ, აი აქ გამოგვიტანა, შეგვიძლია ავირჩიოთ რომელიმე და ვნახავთ მერე როგორი იქნება ეს თითოეული მათგანი. ასევე შესაძლებელია daily schedule-ი და ასე შემდეგ. მაგალითად გავაკეთოთ teacher. და აი აქ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები teacher-ის schedule-ისათვის. ან მაგალითად parent მშობლებისათვის. Couldn't find any Excel templates. მომხსოვს ესეთი ავერიპოვა და შეიძლება იყოს education. or teacher-იც არ გვინდა. და ავირჩიოთ რამე მაგალითად personal, უბრალოდ personal. და ავირჩიოთ დავუშვათ აი ესეთი ფორმის. loan amortization-ი, create-ი მაგალითად. და აი აქ გვაქვს ინფორმაცია მაგალითად სესხისა, პერიოდი, ასე შემდეგ. summary information-ი, ანუ უკვე მზა გამოთვლილი ყველაფერი და აქ არის ამორტიზაციის სქემაც. ანუ როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა სესხი დაფაროს, მზა შაბლონები, როგორც უკვე გითხარით. მას ინახავთ როგორც templates და უკვე ის ჩვეულებრივ მზადყოფნის შედა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამით ეს გაკვეთილიც დავასრულეთ. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST